ღვთისმშობლის ვიზა ლიბერალიზაცია და მეორე მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა. ცხადია, პრიორიტეტი იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან საქმე ეხება ეგზისტენციურ საკითხებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხოური დაფინანსებით, რევოლუციების მოწყობის მცდელობები და ყალბი იდეოლოგიის დანერგვა უკვე აღიარებულია შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ. ახლა როგორც ჩანს, ბრიუსელი ცდილობს დამალოს საკუთარი ფინანსური ნაკადები, თუ ვის და რატომ უხდის ფულს საქართველოში. საქართველოს კრიტიკა მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც წევრობის კანდიდატ მოლდოვაში ეკონომიკა 0.1%-ით, ხოლო აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9%-ით იზრდება, თუმცა გვიმტკიცებენ, რომ მოლდოვა ჩვენზე წინაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროკომისია მეზობელ სომხეთთან ურთიერთობების ახალ ფაზას იწყებს, მეტიც სომხეთის შავი ზღვის სტრატეგიის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ განიხილება, როგორც ჩანს, ევროკომისიაში არა მხოლოდ ციფრებზე, არამედ გეოგრაფიაზეც თვალს ხუჭავენ და ზღვას იქ ხედავენ, სადაც ის ნამდვილად არაა. სომხეთი გაწევრიანებას ევროკავშირშიც გეგმავს და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასაც მიმართა, სადაც ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ბევრი სხვა ქვეყანაა გაერთიანებული. მოლდოვა კი ამ დრომდე DST-ს წევრად რჩება. ამ ფონზე უფრო და უფრო რიტორიკული ხდება კითხვა, რატომ აქვს საქართველოს აკრძალული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირის შექებულ ქვეყნებს კი ნებადართული. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში კი შიდა დაპირისპირების იმიტაცია გრძელდება. დედა პარტიის წევრებმა ყველაზე გაცხარებულის როლი მოირგეს მოღალატეებს. საარჩევნო ფიასკოს პირდება ლევან სანიკიძე, ამბობს შეუძლებელია ხაზარაძე გახარიას ალიანსმა რაიმე შედეგი დადოს, მხოლოდ ბარიერის გადასალახად არიან შექმნილი და თან მეეჭვება საერთო კანდიდატად დიმიტრი გელოვანის პოვნა შეძლო. პარალელურად ნაცებაც და ახალმა ნაცებმაც სხვა პარტიებთან ერთად ცესკოს საარჩევნო ნორმის შენარჩუნების თხოვნით მიმართეს. მართალია ამტკიცებენ, რომ თხოვნას თვითმმართველობის არჩევნებთან კავშირი არ აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც თავს იზღვევენ, რადგან ჯერ არავინ იცის შევა თუ არა ცვლილებები რადიკალების საშემოდგომო დირექტივებში. ლელოს მანტრა უცვლელია, ბრალდებებს არ პასუხობენ, ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნას არ აპირებენ. გახარიას პარტიაც ერთი კითხვით იგერიებს თავდასხმებს, ყველამ საკუთარ პარტიას მიხედოს პასუხი გაგვცენ, გეგმა რა აქვთ არჩევნების შემდეგო. გეგმის არა, მაგრამ ოქსიმორონის ავტორობა ეკუთვნის ლევან ხაბეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლების შვიდობიანი დამხობისთვის ემზადება. დღეს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ხაბეიშვილი ნოდარ მელაძესთან ერთად ერთგვარ ნახევრად ფორმალურ სახელფასო უწყისში ფიგურირებს. მისი მეტსახელი არის ანიტა და ამ სახელით კორუფციაში ეჭვმიტანილი წყაროდან ხაბეიშვილი ყოველთვიურ დაფინანსებას 5,000 ლარს იღებდა. რადიკალების კიდევ ერთი ფლანგის ლიდერის გახარიას თანაგუნდელები მისი ქვეყნიდან გაქცევას ლამაზი სიტყვებით ფუთავენ. თავად გახარია ამტკიცებს, რომ ახლა ბრიუსელში უფრო საჭიროა ვიდრე თბილისში. ნაცმოძრაობის სხვადასხვა ფლანგებიდან შტურმი უკვე დაიწყო. გახარია გაიქცა და თავს შესაფარს ეძებს, ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. მადლობა გიორგი, რომ მზად ხარ მოკურცხლო ბრძოლის ველიდან. ხაზარაძეს დაუტოვა პარტია, ისიც ბედნიერია, რომ ხელში ჩაიგდო. კრიტიკა არ დაუკვლიათ ნაცმოძრაობის დედა პარტიიდანაც. ღმერთმა უწყის როდის ჩამოვა, ამბობენ სააკაშვილის პარტიაში და აღარც მალავენ, რომ თუკი გახარიას დაბრუნება უნდა, ამისთვის ნაცმოძრაობამ უნდა მოიგოს. მისი გუნდი არაფრის მომგები არა, ამ წუთას ორი ოპოზიციური ძალა შედის არჩევნებში და ვერ იყენებენ სიტყვა გამარჯვებას. ეს სწორია, იკითხა ლევან სანიკიძემ. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება თქვა დღეს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც მედიამ გახარიას განცხადებების შეფასებები თხოვა. რა უნდა გააკეთოს ბრიუსელში, გარდა იმისა, რომ საბოტაჟით იქნება დაკავებული, შეუძლია ამსტერდამში გადავიდეს ბრიუსელიდან ურჩია ირაკლი კვაბახიძემ. დღის ბოლოს გავრცელდა ცნობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი გადაწყვეტილების შესახებ. Wall Street Journal წერს, რომ ვაშინგტონი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს უცხო ქვეყნების არჩევნების საჯარო შეფასებაზე. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დირექტივას ეყრდნობა და ეს იქნება მკვეთრი ცვლილება იმ პრაქტიკასთან შედარებით, რომელიც შეერთებულ შტატებს 10 წლეულების განმავლობაში ჰქონდა დანერგილი. ახალი ინსტრუქცია სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ავალებს შეწყვიტონ უცხო ქვეყნების არჩევნებზე საჯარო კომენტარების გაკეთება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკის მკაფიო ინტერესს წარმოადგენს. ასევე ცნობილია, რომ გზავნილები ფოკუსირებული უნდა იყოს გამარჯვებული კანდიდატებისთვის მილოცვაზე და თავიდან უნდა იყოს აცილებული საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე, ლეგიტიმურობაზე, ანუ უცხო ქვეყნების დემოკრატიულ ღირებულებებზე აზრის გამოთქმა. ეს იყო ახალი ამბები, რომელიც დღის ბოლოს გაგაცანით. ახლა კი პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მოვიწვიოთ პირდაპირ ეთერში მასთან ერთად ვისაუბროთ ბევრ აქტუალურ საკითხზე და მათ შორის ბუნებრივია პირველი არის უვიზო მიმოსვლის საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი თემა ჩვენი გადაცემის ბოლო დღეების განმავლობაში.
საღამო მშვიდობის მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუდიაში ხართ. მადლობა. მთავარ თემაზე გადავალთ, მინდა შეფასება გთხოვოთ იმ ცნობის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავაცანით ჩვენ მაყურებელს, დღის ბოლოს დაგვეწია ეს ინფორმაცია არის ახალი ინსტრუქცია სახელმწიფო დეპარტამენტის, რომ თავი უნდა შეიკავონ დიპლომატებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უცხო ქვეყნების არჩევნების შეფასებაზე, მით უმეტეს სამართლიანობაზე და ლეგიტიმაციაზე მსჯელობა აღარ იქნება პრიორიტეტი და მილოცვაზე უნდა იყოს ფოკუსირებული გამარჯვებული კანდიდატების. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს ცვლილებები? სარჯამში მართალია ეს ინფორმაცია მედიით გავრცელა, თუმცა სულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ინტერესით და ასევე პატივცემენ სხვა ქვეყნების ინტერესს და ინტერესის ნაწილიც ყოველ ქვეყნის არის საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა, რაც ნიშნავს, რომ ძალაუფლება მოდის იმ ქვეყნის ხალხიდან. ის ქვეყნის ხალხი წყვეტს, ვინ იყოს მის ხელისუფლებაში. ამიტომ სუვერენიტეტის პატივისცემა ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს მათ შორის სხვა ქვეყნების მიმართულებით, ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკაც ასეთია. საქართველოს სახელმწიფო არასდროს არ აკეთებს ზედმეტ კომენტარს სხვა ქვეყნების არჩევნებზე და ვფიქრობ, ეს არის სწორი მიდგომა. და არა ის, როგორც ჩვენ ხედავთ, რომ პირდაპირ ჩართული იყვნენ არჩევნებში ბალტიელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, იდგნენ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე და დღეს იმ მინისტრის პრემიერ-მინისტრი ესტონეთის გულისხმობ არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში. ასე თუ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მისი მინისტრი სხვა ქვეყანაში იდგა საარჩევნო კამპანიის ასე ვთქვათ, მხარდასაჭერად ეს არის იმ პათოსის განმაპირობებელი, ამას გულისხმობთ, რაც ბრიუსელიდან მოდის. ანუ ეს შეიძლება ჩვენ აღვქვათ, როგორც ერთი კაია კალასის პოზიცია. ზოგადად ჩვენ ხედავთ ტენდენციას, რომ მიუხედავად იმ, რომ სამწუხაროდ, რა ვიცი, რობერტ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, ოდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. და ხედავთ ჩვენ რომ და ამაზე არაერთხელ თქვით რომ სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ გარკვეულ სვლას საბჭოთა კავშირისკენ ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის ხელში. და დღევანდელი ხელმძღვანელობაში ბევრი არის და მათ შორის წევრებში სხვა შორის ბევრი არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თუ სოციალისტური ბანაკის წევრები. და როგორც ჩანს გარკვეული გამოყოლილი არის ზოგიერთ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში და ის მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ყველანაირად გაემიჯნონ საკუთარ საბჭოთა წარსულს და ამოაგდონ საკუთარი ისტორიიდან, ბალტიის ქვეყნებს გულისხმობთ და ასე ვთქვათ, ეს რაღაც გადაახტნენ თავის ამ ისტორიის ამ ნაწილს, ჩანს რომ რაღაც უნარები საბჭოთა კავშირიდან წამოღებული აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ ელიტაში და ამას ხედავთ პირდაპირ ჩარევას საქართველოს არჩევნებში, ჩვენ ხედავდით კიდევ ერთხელ არ ვიცი წარმოუდგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური თუნდაც არარადიკალური რომელიმე ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა. აი ხო წამოგეთ ამაზე რა მოყვება საერთოდ და გამოვლენ ჭკვიანური სახით და ეთქვენ იცით რა ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება და თვითონ რომ ამას აკეთებენ ეს რატომღაც თითქოს ჩვეულებრივი. აქვს თავისი ლოგიკა, ეს გაცხადებულია, რომ ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი, ის უნდა შეესაბამებოდეს ამ სტატუსით განსაზღვრულ გარკვეულ ღირებულებებს. დღეს არის დემოკრატიის უკუსვლა, შესაბამისად აუცილებელია რეაგირება, გამოიგზავნა წერილი თავისი პუნქტებით, ახლა რამდენად ლოგიკურია და რამდენად შეესაბამება სავიზო საკითხებს ის რაც არის მოთხოვნილი ევროკავშირის მიერ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ახლა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორი კანონი, რომელიც დასახელებულია ოჯახური ღირებულებების დაცვის და გამჭვირვალობის, ეს არის როგორც ჩანს მთავარი წინააღმდეგობა, ყოველ შემთხვევაში ეს სახელდება მთავარ ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე. ხო, უპირველეს ყოვლისა ერთი რამე გავიხსენოთ ჩვენ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ყოველთვის იყო მცდელობა ამის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების და მაშინ, როდესაც ჩვენ ვიზო მიმოსვლის შეთანხმება დავდეთ 2017 წელს, როცა ეს ყველაფერი ძალაში შევიდა, ეს ისტორიები გახსოვთ, ხო, მაშინ ჯერ კიდე ჭორად დადიოდა და ეთაკილებოდათ მაშინ აღიარება ამისი, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები როგორ დადიოდნენ სხვადასხვა კაბინეტებში, რომ არ მოეცათ ვიზა ლიბერალიზაციის რომ ვიზო მიმოსვლა. დღეს ამას საჯაროდ აკეთებენ როგორც რადიკალური ოპოზიცია, ისე უცხოეთნა დაფინანსებული NGO-ები, რომ რამენაირად, ასე ვთქვათ, ამ მხრივ გარკვეული ბარიერები შექმნა.
წერილი არის სხვა შორის თარიღი აგვისტოს ბოლო რო ითქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ მიწერილ წერილში ასეთ თარიღი ნახსენები არ არის. და რომ ზეპირად გაცხადდა, არ ვიცი ეს თარიღი რას ეფუძნება და რატომ მაინც აგვისტო, მით უმეტეს რომ არის საპარლამენტო შესპაუზის პერიოდი და თან წინასაარჩევნო პერიოდი და რატომ უნდათ მაინც ხელზაფხულში გვამუშაონ კანონებზე ვერ ხვდები, თავად დასვენება უნდათ და ჩვენი გაწვალება ალბათ კანონებზე მუშაობით. ესეც ითქვა რომ დამტკიცდეს სერიოზულობა მართველი გუნდის კანდიდატის სტატუსის მიმართ. ის თქმა მინდა რომ ეს თარიღები საქმე ეხება რას? წერილს შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება. ყოველ წელს ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ვთქვათ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც რელევანტურია უვიზო მიმოსვლისთვის, მიგრაციის საკითხები და ასე შემდეგ, ორგანიზებული დანაშაულები დეკემბერში ხდება. ხო, ეს აგვისტო, ამიტომაც წერილში არ არის ზეპირად ითქვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩანს რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარს. და ნუ ესეც ეთყობა საერთო ჯამში, ნუ აი ასთან გვაქვს საქმე, რომ რაღაც აგვისტო სექტემბერში არჩევნებამდე 1-2 კვირით ადრე იქნებ რაიმენაირად მავნებლობა ჩაიდინოს მაგრამ საინტერესოა რაზე, ანუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, ამიტომ რომ ჩამოთვლილ პუნქტებზე გარდა კანონების, აი დავასრულებ კითხვას, გარდა კანონებისა მითითებულია, რომ საქართველოს მოუწოდებენ, რომ უზრუნველყოს და მხარი დაუჭიროს ყველა მოქალაქის უფლებას შეკრების თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე და ასე შემდეგ. დღეს თქვენ ასეთ ტერმინი გამოიყენეთ ბრტყელი დედამიწასთან დაკავშირებით და ეს მოთხოვნები ბრტყელი დედამიწის თეორიის მტკიცება? უბრალოდ სკოლის ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამე. ერთი, გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია რომ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა სირცხვილია. კერძოდ ამ წერილში არის ნათქვამი რომ 2025 წლის იანვარს მას შემდეგ რაც ზოგადი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამოთქვეს საკუთარი შენიშვნები და ეს შენიშვნებზე არ იყო ადეკვატური რეაგირება, შეაჩერეს 2010 წლის ხელშეკრულება, რომელიც ერთმანეთთან კავშირში არ არის, ეს არის ზოგადი ვიზა ლიბერალიზაცია ყველა მოქალაქისთვის და ის არის სპეციფიური კატეგორიისთვის დიპლომატიური პასპორტებისთვის. ანუ პირდაპირ აღიარებაა რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღეს და არა სამართლებრივად დასაბუთებული და იარაღად გამოიყენეს საერთაშორისო ხელშეკრულების დაარღვეს კანონი. ამიტომ ეს ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი საქართველოს მიმართ არის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ხელშეკრულების დამრღვევი. მეორე რაც შეეხება ეს არის ის წერილი, რომელიც გამოუგზავნეს ბრიუსელიდან მაკალოჭორიშვილს, ხო? ეს არის ის წერილი, სადაც არანაირი თარიღი აგვისტოს ბოლო დასაწყისი თუ შუა არ წერია. და რომლის ასლების სხვათა შორის გაგზავნილია მათ შორის ევროკავშირის ელჩთან, ასე რომ ისის დამოწმა. მეორე საკითხი რაც შეეხება უკვე საკითხებს თუ რაზე სურს ევროკავშირს რომ საქართველოს მიმუშაოს, აქ არის პუნქტები, რომლებიც მიდის ყოველთვის პერიოდულად მუშაობა და რომელიც მათ შორის პარლამენტმა საგაზაფხულო მოწვევის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. მაგალითად, საკითხი მიგრაციასთან დაკავშირებით. იცით რომ ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა იმისთვის რომ შეიზღუდოს უკანონო მიგრაცია, შეიზღუდოს თავშესაფრის უკანონო მოთხოვნის საკითხები. ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის და კავშირშია ვიზა ლიბერალიზაციასთან გავამკაცრეთ მათ შორის დეპორტაციის შესაძლებლობები და სხვათა შორის ზოგიერთ ოპოზიციიდან ამის წინააღმდეგი იყო. პირდაპირ ემსახურება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრძოლას, ამ მხრივაც ხედავთ თქვენ მათ შორის ნარკოპოლიტიკასთან, ახალ ნარკოპოლიტიკას, კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის კანონმდებლობა, ამ მხრივაცაც ხედავთ. ანუ აქ არის საკითხები, რომელიც არის საკანონმდებლო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციას და პირდაპირ კავშირში არის, ამაზე მიდის მუშაობა და ამაზე ანგარიშებიც მიწოდებული გვაქვს ევროკავშირისთვის. თუმცა ჰოის აუცილებლად და აღმოჩენთ საკითხები, რომელიც არანაირ კავშირში ვიზა ლიბერალიზაციასთან არ არის. თქვენ ჩახედეთ, რომელ ქვეყნებთან აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირს, ანუ რომელ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროკავშირში სხვადასხვა კონტინენტებიდან, აიღეთ და შეადარეთ საქართველოს. ანუ იმენ შეადაროს საქართველოს რითაც უნდა, გინდა გამოხატვის თავისუფლებით, გინდა შეკრების თავისუფლებით და გინდა ნებისმიერი სხვა უფლებების განხორციელების. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ აქ
ვკითხულობთ პუნქტები, პირველ ორ პუნქტად ჩამატებულ საკითხს, რომელიც ეხება მათ შორის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას და გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებას და LGBT უფლებების, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფას. ფაქტია, რომ ეს არის ჩვეულებრივი საბაბი იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელონ საქართველოში და ამისთვის გამოიყენონ ვიზა ლიბერალიზაცია როგორც იარაღი. ეს ძველი პრეტენზიებია, ბატონ შოვა. ამ კანონის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არაერთხელ გამოუხატავთ. კი ბატონო, რადგან არ შეიცვალა, არ გაუქმდა ეს კანონები, ახლა ესე რეაგირებენ. აქ საუბარი იმაზე, რამდენად კავშირში ეს ვიზა ლიბერალიზაციასთან. შეიძლება რაღაცა არ მოსწოთ, მაგრამ ამის გამო ევროკავშირის ბაზარზე ღვინის შეტანის ლიმიტები რო შეზღუდონ, ეს ხო იქნება პოლიტიზირება, პოლიტიკური იარაღად, პოლიტიკური მოტივირებული გადაწყვეტილება, რომ რაღაც არადაკავშირებულ საკითხს იღებ იმისთვის, რომ რაღაც სადამჯელო ღონისძიებები განახორციელონ. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ამ საკითხთან დაკავშირებული თემები. კიდევ ერთხელ, ამოიღეთ სია იმ ქვეყნებისა და ერთი ნახეთ, როგორი გამოხატვის თავისუფლება იმ ქვეყნებში და როგორი სხვა საკითხები არის. რას აპირებს ხელისუფლება? ეს არის მთავარი კითხვა. პრეტენზიები გასაგებია, რაც გაქვთ ბრიუსელთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ის, რომ არ ეხება ეს კანონები ვიზა ლიბერალიზაციას და პოლიტიკური ინსტრუმენტად იყენებენ, მაგრამ რას აპირებს ხელისუფლება? კიდევ ერთხელ, აქ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ მუშაობთ კიდევაც და რა თქმა უნდა ეს ნაწილია, იქნება ეს მიგრაციის საკითხები თუ სხვა საკითხები, თავშესაფრის მაძიებლები და ასე შემდეგ, რაც ვიზა ლიბერალიზაციასთან მნიშვნელოვანი არის. ოფიციალურ პასუხს გაუგზავნით, რომ თავისთავად ეს ჩვეულებრივი პროცედურა, რომ ყოველ წელს მზადდება ანგარიში წლის ბოლოს და არა აგვისტოში, მაგრამ პერიოდულად ვაწვით ანგარიშს, მათ შორის შუალედური ანგარიშები გაგზავნილი არის უკვე ევროკავშირში, ევროკომისიაში და ამ საკითხებზე რა თქმა უნდა გვექნება თანამშრომლობა. თუმცა საქმე იმაშია, რომ საიდან აღმოჩნდა აი ეს აბსოლუტურად დაუკავშირებელი საკითხები, ასე ვთქვათ, ვიზა ლიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით და რაც შეეხება ბრტყელ დედამიწას, ხომ? აი რას გვეუბნებიან, რომ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გააუქმეთ. არა შეცვალეთ, რაღაცა ასე შეცვალეთ, თან ცოტა სხვანაირად მოადა. პირდაპირ გააუქმეთ, ანუ არის მიუღებელი. და მიუღებელი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი ევროკავშირისთვის და ხო ნახოთ რა არის მაშინ ევროპული ღირებულება. რასაც წესრიგებს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი. არის სულ რამდენიმე პუნქტი. სულ არის 5 გვერდიანი კანონი, არის უმარტივესი კანონი. კერძოდ, ქორწინება დასაშვებია მხოლოდ კაცსა და ქალს შორის. რაიმე პრეტენზია ამ მხრივ არსებობს, LGBT პლუს არ შეუძლია არასრულწლოვანის შვილად აყვანა. აკრძალულია სხვა სქესისადმი ეგრეთ წოდებული სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება. ყველა დოკუმენტში უნდა იყოს ბიოლოგიური სქესი მითითებული, რაც აქვს ადამიანს, ბაღებში, სკოლებში არ შეიძლება პროპაგანდა. ამ საკითხების მიმართ რა პრეტენზიები არსებობს და არის თუ არა ის, რაც ეს ნაწილი არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნისა, მათ შორის ეს კანონებით, ამ კანონებით გავედით ჩვენ არჩევნებზე და იმ რეფერენდუმში, რომელიც გამოაცხადეს, ამ კანონებით გავიმარჯვეთ. ანუ რა გამოდის საერთოდ ჯამში, როცა გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ეს კანონი. თუ უნდა გავაუქმოთ, ანუ ამის საპირისპირო უნდა იყოს დაშვებული. უნდა დაშვებული იყოს ქორწინება კაცსა და კაცს შორის, ქალსა და ქალს შორის. ანუ ეს არის მოთხოვნა. უნდა დაშვებული იყოს არასრულწლოვანის აყვანა LGBT პირის მიერ შვილად აყვანა. უნდა დაშვებული იყოს, რომ პასპორტში ჩაწერილიყოს არა მისი ბიოლოგიური სქესი, არამედ მისი სურვილის ჩაწერონ სქესი და ასე შემდეგ. ის რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, ქალი შეიძლება გახდეს კაცი. აი ის აბსოლუტური რა გითხრათ, ანტიმეცნიერება და მეცნიერული აბსურდი, რასაც წლები ამტკიცებდნენ, რასაც დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა მკვეთრი პასუხი, როდესაც ითქვა, რომ ეს არის აბსოლუტური ცრუ იდეოლოგია, რომელსაც ნერგავდნენ მათ შორის ამერიკული ფულით, რომელიც ახლა ჩახსნილი არის, თუმცა დარჩენილი არის ევროპული ფული. ანუ რა არის პრინციპი, რომ სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე, თუ სქესი დამოკიდებულია სურვილზე. აი ამას გვეუბნებიან, რა კავშირში ახლა ეს ვიზა ლიბერალიზაციასთან და მეორე ამ ცრუ დილემას უყენებენ ქართულ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ უნდა აუცილებლად თქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, ანუ გვალი კი არ არის დედამიწა, დედამიწა არის ბრტყელი. და დღესაც თქვი კიდევაც, ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ.
დღესაც ეს არის სინამდვილეში, ხომ? ერეტიკოსებად გამოგვაცხადებენ და идеოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართულ ხალხს. ერეტიკოსებად აცხადებს ბრიუსელი. ასე გამოდის, ასე ვთქვათ, როდესაც თუ არ აღიარებ აბსურდს, თუ არ აღიარებ, რომ შეიძლება ბიოლოგიური სქესი შეიცვალოს, რაც არის აი იმდენად აბსურდებში იყვნენ გადასული, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ მკვეთრი განცხადებები მოუწია ამასთან დაკავშირებით და მათ შორის დღესაც არ არის ბოლომდე ეს პრობლემა გადალახული, რომ პირდაპირ ემხილებინა, რომ არის აბსოლუტური აბსურდი. დღეს თუ ეს იგივე დონის მტკიცება არის, ამ მტკიცება დედამიწა არის ბრტყელი, რომ ვიღაცას რაღაც თავისი განწყობით შეუძლია თუ ახმებით შეუძლია რაღაცეები წარმოიდგინოს, რომ არის ნაპოლეონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ამ დონის აბსურდზე გამოდიან და გვეკითხებიან. და თავარია ციტატა. შინაარსობრივი დისკუსია ხო არ მიმდინარეობს. არის უბრალოდ წამოყენებული პირობა, რომ თუ თქვენ გინდათ რომ ისარგებლოთ პრივილეგიით, რაც არის ვიზა ლიბერალიზაცია მათი გადმოსახედიდან, მაშინ ეს პირობა უნდა შეასრულოთ. აი ამ მოცემულობაში თქვენი პოზიცია როგორია? ეს არის ზუსტად ეს არის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის იარაღად გამოყენება საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნების მისაღწევა და თავსმოსახვევად. მათ შორის ამ აბსურდის დამკვიდრებას, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი და ქალი შეიძლება გახდეს კაცი, რაც არის აბსურდი, ისეთივე აბსურდი, როგორც არის ბრტყელი დედამიწა, ამას მათ შორის ის შინაარსიც აქვს, რომ როდესაც ასეთ აბსურდს დააჯერებენ და ასეთ აბსურდზე ათქმევინენ, რომ კი დედამიწა ბრტყელია, მე უკვე სხვა ცრუ იდეოლოგიების თავსმოხვევაც ადვილი ხდება და პირობა არის უსამართლო, მაგრამ როდესაც სასწორზე დევს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რაც თქვენი ოპონენტები ბევრ საუბრობენ ამაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობის კომფორტთან დაკავშირებული თემა, აქ არის ჯანდაცვის საკითხების სწავლა განსაკუთრებით და ასე შემდეგ, ხო? აქ როგორ საინტერესოა რომ ხედავთ ახლა ანტიევროპულ პროპაგანდას მათ შორის, ხო? ანუ ფაქტობრივად გვეუბნება ევროკავშირი გვაშინებს საკუთარი თავით. ბრიუსელი ამ შემთხვევაში და არ გავაიგივებ ბრიუსელს ევროკავშირთან ამ შემთხვევაში და მათ შორის მისი და ხედავთ ჩვენ ახლა ეს არის ორკესტრირებული ასე ვთქვათ პროპაგანდა, რომელშიც ჩართული არიან ბრიუსელიდან დაფინანსებული NGO-ები, პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა, ვიზის აუცილებლად თუ იყო, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად, რომ მივალთ გერმანიის საელჩოში, დაგვხვდებიან მტარვალები, რომლებიც პრაქტიკა ხო გვახსოვს ბატონო შაულ, მათ შორის გერმანიის საელჩოსთან მიმართებით, სადაც ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო ვიზის საკითხი. ხო და უყურეთ, ანუ იმდენად მტარვალები არიან ესე იგი ევროკავშირში, რომ გვაწვალონ, ტანჯონ, ანუ თქვენ ესე წარმოდგენა გაქვთ, რომ სერვისი არ შეუძლიათ მოვაწოდონ ის სერვისი, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მოქალაქეებს მარტივი სერვისები, იმდენად ცუდი არის ეს, ანუ რაც ამასში რადევს, იმდენად ცუდი, ბიუროკრატიული და რა ვიცი, ადამიანზე არაორიენტირებული არის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, რომ თუ კი ვიზის აღების აუცილებლობა იქნება, ჩვენ იქ რომ მივალთ, ისინი დაგვტანჯავენ, დამამცირებლად მოგვეპყრობიან, დღეს ხო ამაზე საუბრობდნენ ზუსტად, რომ იხსენებდნენ, თქვენ რასაც იხსენებთ იმ პრაქტიკას გერმანიის საელჩოში, რომ დამამცირებლად მოგვეპყრობიან. ცნობილი იყო თორემ რიგები, ყველა სახსოვს. ანუ ისევ იქ არის გერმანია, რომ ასე დამამცირებლად მოეპყრობა საქართველოს მოქალაქეებს, ისევ იქ არიან, რომ ვერ შეძლებენ, რომ ელექტრონულად საკითხები მოართვან და არ დაჭირდეს ამას რაღაც პერიოდი. ანუ ეს არის ევროკავშირი ასეთი ცუდია, ჩვენზე ცუდია გამოდის, ხო? ჩვენთან თუ შეიძლება ერთ დღეში დაარეგისტრიო ყველაფერი, ანუ იქ არ შეუძლებელია. აბა რას ვწავლობთ, ვერ გავიგე ამ ევროკავშირისგან, თუ კი ეს მიაჩნიათ ევროკავშირის, ასე ვთქვათ, ევროკავშირისგან დაფინანსებულ NGO-ებს, რომ იმდენად ცუდია ევროკავშირი და მისი ქვეყნების პრაქტიკა, რომ აუცილებლად თუ კი ვიზა იქნება, იქ იქნება მტარვალები, რომელიც პრობლემას ვერ ხედავ თუ ვიზა მოხდება. მე ამაში ვხედავ, რა თქმა უნდა, ამაში ჩემი მხრიდან სარკაზმია იმ მხრივ, რომ ერთი მხრივ ევროკავშირის დროს შეუჭიათ ამბობენ, რამდენი სიკეთე არის ევროკავშირში და აი ევროკავშირი და მეორე მხრივ ამბობენ, აი იმდენად ცუდი არის, იმდენად მოუქნელია, იმდენად ადამიანზე არაორიენტირებული არის ევროკავშირი თუ მის წევრი ქვეყნები, რომ ვიზის აღება თუ დაგჭირდება, ისინი ჩვენ დაგვტანჯავენ, გვაწამებენ, 5000 დოკუმენტს მოგთხოვენ და ბოლოს არ მიგვიშვებენ იმ ევროკავშირის ტერიტორიაზე. მწყობრი ლოგიკა არასოდეს არ ქონიათ, შესაბამისად ამ ნაწილზე არ ვიდაო. ევროკავშირი ახლა, მაგრამ საინტერესოა, რომ აი მათ შორის ერთ-ერთი რაც იყო, რომ ეს ადამიანები, როდესაც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით, ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ჩადიან და იქ თუნდაც სამ თვეში რაღაცა ტიპის სამუშაოებზე, თუნდაც კვლევებზე, როდესაც სასწრაფოდ ხდება, როდესაც გამგზავრება და ვიზის აღება ბუნებრივია გარკვეულ პროცედურებს უკავშირდება.
უკავშირდება და ასე შემდეგ. ანუ ადამიანებს ზუსტად იმას ეუბნებიან, რომ თქვენ შემდეგ შეგექმნებათ ამ ტიპის პრობლემები, თუნდაც რაღაცა ტიპის რიგში დგომა, როდესაც მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ანუ და შესაბამისად პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე უკვე წინასწარ აკისრებენ საქართველოს ხელისუფლებას. აქ საინტერესოა ხელისუფლება რა ტიპის კომპრომისზე შეიძლება წავიდეს. უბრალოდ პირველ რიგში ამის თქმა მინდოდა რომ არანაირი საფუძველი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების არ არსებობს. ამიტომ ამომდი ის პუნქტები, რომელიც მიგრაცია, რაც კავშირშია ვიზა ლიბერალიზაციასთან, მიგრაცია, სხვა ინსტიტუციური საკითხები შეადარონ საქართველოს ნებისმიერ სხვა ქვეყანას. თუნდაც კანდიდატ ქვეყნებს ამ მიმართულებით, ნებისმიერ მიმართულებით, მაგრამ საბაბებს რა გამოლევს და ასოეთ ეს საბაბების ძებნა არის. მოდი თუ ვიზა გინდა, გააუქმე, თქვი რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. შემდეგზე რა იქნება? თუ ვიზა გინდა, რა ქვია, ნაციონალურ მოძრაობამ მიუშვი ხელისუფლებაში. ანუ ნებისმიერი პირობა შეუძლიათ ასე, მაშინ ყურით მოთხრეული პირობა ჩადონ ამ წინაპირობაში. და თუ ეს არის მთავარი პრობლემა. ეს არის მთავარი პრობლემა, როდესაც ხდება იარაღად გამოყენება უვიზო მიმოსვლისა საქართველოსთან. ამიტომ საფუძველი არ არსებობს, როგორც დიპლომატიური პასპორტებთან დაკავშირებით არ არსებობდა საფუძველი. სამწუხაროდ გარკვეული მიდგომა ხედავთ ბრიუსელში, რომ ძალა აღმართს ხნავს ასეთი მიდგომა აქვს და რატომღაც გონიათ რომ საქართველოს დაბალი ღობე არის და საქართველოსთან შეიძლება გაუვიდეთ ეს ყველაფერი, რაც სამწუხაროა და ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა და ევროპული ღირებულებებისგან დაცლა და სწორედ ეს არის საბჭოური მიდგომა, როდესაც დირექტივებით გესაუბრებიან, როგორც მაშინ საბჭოთა მოსკოვიდან გვესაუბრებოდნენ დირექტივებით, ახლაც ესეა დირექტივებით საუბარი საქართველოსთან. და მეორე საკითხი შეეხებოდა იმავე წერილში გამჭვირვალობის კანონს. დღეს ინფორმაციაც იყო საფრანგეთში სულ ახლახან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც უფრო კაცრი არის ვიდრე გამჭვირვალობის კანონი არის. 4 წამდე პატიმრობა გათვალისწინებული, მათ შორის კომპიუტერის და ინტერნეტ სივრცეში თვალთვალი არის შესაძლებელი და სხვა შორის ის კანონი გაავრცელეს საქართველოსაც. აი დღეს საქართველოს პარლამენტს აქვს ეკონომია ფულის, ვინაიდან რადიკალური ოპოზიცია გავიდა, რომ ავდგეთ ჩვენ და დავაფინანსოთ საფრანგეთში რაიმე საკითხები, მათ შორის აი ბრუტალური დარბევები იყო აქციების და იმ აქციის მონაწილეების რომელიმე ორგანიზაცია დავაფინანსოთ. აი ეს კანონი გაავრცელეს ჩვენზე საქართველოსზე, რომ საფრანგეთში უნდა დარეგისტრირდეს ეს როგორც უცხოური გავლენის რეესტრში, თუ არ დარეგისტრირება 4 წლიანი პატიმრობა და დღეს საფრანგეთის მინისტრი ერთ-ერთი გამოდის და ჩვენ პრეტენზიებს გვიყენებს. 2023 წელს დიდ ბრიტანეთში მიიღეს იგივე კანონი, უფრო მკაცრი ვიდრე გამჭვირვალობის კანონი, დღეს ბრიტანეთის ევროპის მინისტრი ჩვენ პრეტენზიებს გვიყენებს. აი ეს არის სამწუხარო, რაც არის და რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს. გამჭვირვალობის კანონი ჩვენ აუცილებლობა წარმოშვა პრაქტიკამ და ჩვენ ხედავდით მათ შორის, რომ აღმოჩნდა ის რომ მიდიოდა სხვა უცხო დაფინანსება, საგარეო დაფინანსება გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ეს არის დონალდ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი განკარგულების ტექსტის პირველივე პუნქტი, რომლითაც მან შეზღუდა საგარეო დაფინანსება და ჩვენ პერიოდულად ვარკვევდით ხოლმე მაგალითად შემთხვევით მანამდე, რომ მაგალითად აი ეს კამპანია მოლოტოვის კოქტეილის აი დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ. მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზება. ამაზე მე არაერთხელ მისაუბრია. გინდა ხავთ ან ევროკავშირის ელჩი გამოსულიყო და ამაზე განმარტება გაიკეთებინა. ან ევროკომისიას განმარტება. აი ეს მოლოტოვის კოქტეილის წახალისება გახსოვთ ეს ლაზარე გრიგორიადისის ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი არის. და ამისი რომანტიზება, რამაც გამოიწვია ის რომ ერთ წელიწადში მაშინ თუ ერთი მოლოტოვის კოქტეილი ისოლეს, ერთ წელიწადში 10 მოლოტოვის კოქტეილი ისოლეს. აი ამას აფინანსებდა ევროკავშირი. ევროკავშირის მოქალაქეების ფული. ვინმე ამაზე ბოდიში მოითხოვა, განმარტება გააკეთა, როგორ გავიგეთ რომ ევროკავშირი ამას აფინანსებდა შემთხვევით გავიგეთ, იმიტომ რომ თავად სირცხვილიას წამოწდათ რომ მას ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა. აი შემთხვევით გავიგეთ შემდეგ უკვე რომ 2022 წლის ივნისში, როდესაც არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მეორე დღეს NGO-ები ავარდნენ სცენაზე და მოითხოვეს ხელისუფლების გადადგომა. ცალი ხელით ევროკავშირმა უსამართლოდ არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში და მეორე ხელით დაგვიფინანსა ხალხი, რომელიც სცენაზე ავიდა და ამბობდა რას? გადადგეს მთავრობა და ჩვენ ვიყოთ მთავრობაში ვეტოს უფლებით.
აი ამას ამბობდა ევროკავშირის დაფინანსებით ადამიანები. ვინმე ამაზე განმარტება გააკეთა, ბოდიში მოიხადა, რომ საქართველოში არეულობა საწყობდნენ და შეგახსენებთ, რომ აი ივნისის შემდეგ, როდესაც არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი, ამის წინ გერმანიის ელჩმა თქვა, რომ რა უსამართლობაზეა საუბარი, ხომ მოგეცით კანდიდატის სტატუსიო, შემდეგ რომ მოგცეს ბოლოში. აი 2022 წლის ივნისს, როცა მისცეს უკრაინას და მოლდოვას. რატო არ მისცეს საქართველოს? მაშინ, როდესაც მაშინვე რამდენიმე თვეში, ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, თუ ჩავხედავთ, საქართველოს უსწრებს ორივე ქვეყანას, ყველა პარამეტრით. მათ შორის აი დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტებით. ანუ ყველანაირად წინ ვიყავით. არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი და მეორე დღეს ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები დაგვიყენეს სცენაზე დაგვიყენეს და როდესაც ამაზე განმარტებას თხოვდი მე ელჩეს, მეუბნები კი, მაგრამ ხომ ვერ დაგამხესო. ხო, ნუ კი. ანუ თქვენ ალბათ რომ გააქვთ გქონდათ ამ ადამიანებთან ასეთი ტიპის კომუნიკაცია, თუნდაც ილუსტრირებული მაგალითად. რა თქმა უნდა, ჩვენ სადამ 2023 წელს. მათ შორის ბოლო პერიოდში გერმანიის კრიტიკულია. გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია, უკვე კრიტიკული აღარ ქვია ამას. 2023 წელს სადამ დავაინიცირებდით გამჭვირვალობის კანონს, არათუ კომუნიკაცია. წერილიც კი მივწერე ევროკავშირის ელჩს და ვთხოვე რომ გაესაჯარო უზრუნველყოფა გაეკეთებინა, რომ გასაჯაროებული იყო ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსება. ანუ იმ ფონდის, რომელიც მოლოტოვის კოქტეილებს გვიფინანსებდა. მომწერა, რომ ვერ გავასაჯაროებთ, თუმცა მან პირად საუბარში მითხრა, რომ მან ნახა მისი დასაფინანსებდა ეს ფონდი და დამეთანხმა მე, რომ ეს იყო პოლიტიკური ფული. და რო უთხარი, მაშინ მეც მაჩვენეთქო? არაო. არ მაჩვენა ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის. დამიმალა რასაფინანსებს ევროკავშირი საქართველოში. და საერთო ჯამში რატო ხდება ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი მოყვა, რა თქმა უნდა, უკრაინაში დაწყებულ ომს. როდესაც საქართველოს უარი თქვა ესკალაციაზე, უარი თქვა სანქციებზე, უარი თქვა სხვა ისეთ საკითხებზე, რომელიც აზიანებს საქართველოს. და დღეს ჩვენ გვესმოდა ამ დღეებშიც, რომ მოლდოვა წინ მიდის, უკრაინა წინ მიდის და საქართველოს თითქოს ჩამორჩა მეზობელი სომხეთიც. ხო, რა არის იცით, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ რიცხვები ხო არსებობს, არა, როდესაც ვსაუბრობთ მოლდოვაზე და უკრაინაზე, არ არსებობს რეიტინგი, სადაც არ უსწრებთ ერთს ან მეორეს. გინდა კორუფციის ნაკლებობა იღეთ, გინდა მართლობა და ასე შემდეგ. ერთადერთი რატომაც ჩვენ 2022 წლის ივნისში არ მოგვენჭა იყო ის, რომ არ ავყევით იმ მოთხოვნებს, რომელიც მაშინ მოდიოდა რუსეთთან ესკალაციის და რაც შეეხება ახლა მოლდოვას, ხო? აი ამ დღეებშიც იყო საუბარი, როგორ მიდის ეკონომიკური მდგომარეობა მოლდოვაში. და რა განსხვავება არის, როდესაც საუბარი არის, რომ დაუჯეროთ უნდა ბრიუსელს მის საუბარში. აი ეს გახლავთ ორი სტატისტიკური მონაცემი მაქვს. ეს სტატისტიკური მონაცემი შეეხება თლიანი შიდა პროდუქტის დას 2021-2024 წლებში პროცენტულად როგორ იზრდებოდა თლიანი შიდა პროდუქტი. აი ახლა ნახავთ რა არის სხვაობა, ვინც უჯერებდა ბრიუსელს რა დაემართა და ვინც არ უჯერებდა ბრიუსელს რა დაემართა. წითელი ხაზი არის მოლდოვა, ლურჯი ხაზი არის საქართველო. 2021 წელს პოსტკოვიდური წელი. მოლდოვას ჰქონდა ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. კიდევ უფრო მაღალი ტემპით აღიდგინა ეკონომიკა. 2022 წელი დაიწყო ომი. მოლდოვა აყვა ბრიუსელის რეკომენდაციებს, საქართველო არ გაყვა ბრიუსელის რეკომენდაციებს. არ დავაწესეთ სავიზო მიმოსვლა, რას ითხოვდნენ ჩვენგან, ხო? ეხლა რომ არის თითქოს დიდ არაფერს. საზღვრების ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, ვიზების დაწესება. ნუ აღარ ვსაუბრობს იმაზე, მოხალისეების გაგზავნას ვინ და როგორ გთხოვდა. აი რა მოვიდა მოლდოვას 2022 წელს, -5% ვარდნა ქონდა 0-ს ქვემოთ. ეს ხაზი არის 0 ეკონომიკური და 5% ვარდნა, მაშინ როდესაც ჩვენ 11% ქონდა. და რა ხდება 22 და 23 და 24 წლებში. აი ქალბატონი გიგაური რო გვეუბნებოდა, კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული, აი აქ კანდიდატი ქვეყანა, არა კანდიდატი ქვეყანა. მისდევს ბრიუსელის რეკომენდაციებს, არ მისდევს ბრიუსელის სპეციფიურ რეკომენდაციებს საკუთარი თავის დაზიანებასთან დაკავშირებით. სად არის ქალბატონი გიგაური საუბრობდა თითო სოფელს 3 მილიონი ეკუთვნისო კანდიდატი ექნება. სად აისახა ეს ყველაფერი? ან ბატონი გერმანიის ელჩი რო ამბობდა 1.8 მილიარდი დავეხმარეთ მოლდოვასო. სად არის ეს ყველაფერი? როგორ მოხდა, რომ ჩვენი ზრდა უფრო დიდი არის ვიდრე მოლდოვის და რომ შევხედოთ მათ შორის ბიუჯეტი როგორ ვითარდებოდა მოლდოვის და საქართველოს ბიუჯეტი. თუ კი 2021 წელს
ჩვენს ბიუჯეტებს შორის სხვაობა იყო 2.4 მილიარდი დოლარი, მაშინაც მეტი მქონდა ჩვენ ვიდრე მოლდოვას, თუმცა 2.4 მილიარდით დღეს სხვაობა არის 4.8 მილიარდი. ორჯერ საქართველოს და მოლდოვა. და ხედავთ როგორი ასე ვთქვათ ერთხაზია თითქმის მოლდოვას და დაბალი არის და საქართველო. კანდიდატი ქვეყანა მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. აი 1.8 მილიარდ, იქ 3 მილიონები სოფლებს და ასე შემდეგ. სად არის ყველაფერი? რა გამოდგა? გამოდგა, როდესაც ქვეყანა საკუთარ ინტერესებს რომ გამოდგა ის რომ არავინ არ იზრუნებს შენს ინტერესებზე შენს გარდა. არავინ არ იზრუნებს შენს ხალხის ინტერესზე შენს გარდა. აი ეს იყო შედეგი, რაც გაჩვენეთ, აი ეს არის შედეგი, ჩვენ რომ ავყოლოდით ბრიუსელის რეკომენდაციებს და რჩევებს და მითითებებს და მოთხოვნებს. ჩვენ რომ ავყოლოდით დაგვეწესებინა სანქციები პირდაპირ რუსეთისთვის. ჩაგვეკეთა საზღვარი, სხვა ესკალაციაზე წავსულიყავით, წავსულიყავით ეკონომიკურ ესკალაციაზე, სანქციებით, წავსულიყავით პოლიტიკურ ესკალაციაზე, ვიზების შემოღებით და გახსოვთ რა სიტყოდე მაშინ რომ არ შემოუშვათ რუსეთის მოქალაქეები და ასე შემდეგ, მთელი ეს ისტერია რაც ქონდა დაწყვეტილი, აღარ მომბა არაფერს ვამბობ სამხედრო ესკალაციას. აი ამდენი წლის შემდეგ რა გაფიქრებინებთ რომ იგივე ინტერესია საქართველოს მიმართ, რომ იგივეა დამოკიდებულება, მათ შორის თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან ან ესკალაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა ეს მიდგომები? მე უბრალოდ უყურებ ფაქტებს. საქართველო, მოლდოვა. რა ხდება რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, ოდესაც უჯერებ ბრიუსელის რეკომენდაციებს და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, ოდესაც შენ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები. აი ეს არის ნათელი მაჩვენებელი რა არის ამის მიზეზი არ ვიცი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მავნებლობა და შეიძლება იყოს არაკვალიფიცირება მათ შორის ბრიუსელში ზოგიერთების. დღეს ჩვენ რასაც ხედავთ, ეს არის გარკვეული რაღაც ავარდნილი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არის, აყოლილი აი რაღაც აჟიოტაჟს, რომელიც სინამდვილეში ხშირ შემთხვევაში სიტყვებია და საქმე არ არის. ჩვენ მათ შორის ქალბატონი კალასისგან მოვისმინეთ, რომ უკრაინაში ომი, ეს არის ევროკავშირის, ევროპის ომი და რომ უკრაინა ეს არის ფორპოსტი ევროკავშირისა რუსეთის წინააღმდეგ. თუ კი ეს ფორპოსტი და წინახაზი, ბრძოლის წინახაზი თუ არის ეს ევროპის. რატო არ ხედავთ იქ ესტონელ ჯარისკაცებს? რატო არ ხედავთ იქ გერმანელ ჯარისკაცებს? რატო არ ხედავთ თუ წინახაზზე, თუ კი ეს ევროკავშირის ბრძოლის წინახაზია, სხვები უნდა დაიღუპნენ? უკრაინელები დაქირავებული ჯარი არის ევროკავშირისთვის თუ რა არის? რატომ არ არიან ესტონელი, ლატვიელი, ლიტველი ჯარისკაცები, თუ კი ეს მართლა წინახაზია? და თუ კი ეს პირობითი წინახაზი არის, დღეს ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში, ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზება, რომ პეტრიოტის სისტემები, რომელიც უკრაინას ნამდვილად სჭირდება, მზად არის მიაწოდოს ევროკავშირმა გადაიხადოს ფული ნატოს ფარგლებში, მზად არის მიაწოდოს. აი დღეს საფრანგეთის მინისტრი გვესაუბრება და საფრანგეთმა უარი თქვა. ერთმა მეორე მესამე ქვეყანამ უარი თქვეს. სად არის მაშინ მხარდაჭერა? კი ბატონო. დღეს ჩვენ ისიც მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისგან, რომ საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, მართლგუნდში არსებობს მოლოდინი, რომ ბრიუსელი არ გადადგამს კონტრპროდუქტიულ ნაბიჯებს. აი როგორ უნდა გავიგოთ კონტრპროდუქტიული? ნიშნავს თუ არა, რომ ეს იგი მიზანი ამ უკარის თუ აი ამ შანტაჟის არის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია, მაგრამ ამის რესურსი არ არსებობს და ამას გააცნობიერებს ბრიუსელი. ნუ რეალურად ეს მუქარაა, რაც ახლა გვესმის ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან თუ უკვე გადაწყვეტილებები მიღებულია. ჩვენ გვაქვს წარი გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირის სხვადასხვა გამოვლინებებით, მისი წევრი ქვეყნებით თუ სხვადასხვა ინსტიტუციებით ჩაერია საქართველოს არჩევნებში. ეს არის ფაქტი. აი როცა საუბრობენ სხვა ქვეყნებში არჩევნების ჩარევაზე, საქართველოს არჩევნებში ევროკავშირის ელჩი პირადად ერეოდა და ერეოდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები ამ ხრივ გამოირჩეოდა. ეს იყო პირდაპირ ჩარევა არჩევნებში. ჩვენ გარკვეულწილად მაინც ნამუსს უნახავდით ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობრს, ვცდილობთ რომ რაღაცნაირად არ იყოს ზედმეტი აქცენტირება ამაზე, მაგრამ არ შეიძლება ასე, ხო? მართლა ხა დამოუკიდებელი ქვეყანა რისთვის ვართ? აბა რატო ქვია რატო გვაქვს საზღვრები? ეს საზღვრები მარტო ფიზიკური საზღვარი კი არ არის, რომ ადამიანმა გადმოლახოს. ეს არის მათ შორის სუვერენიტეტის საზღვრები. რომ არაფერი არ ესაქმება ჩვენ არჩევნებში უცხო ქვეყნის ელჩს.
არავინ არ ეკითხება. გერმანიის ელჩმა ყველაზე პატიოსნად თქვა, რომ ის აქ ატარებს გერმანიის სახელმწიფოს ინტერესებს. არა საქართველოს ინტერესებს, არა ქართული ხალხის ინტერესებს, გერმანიის ინტერესებს ატარებს. მას რომ სასწორზე დაუდო ორი ხალხის ინტერესი, გერმანელი ხალხის და ქართული ხალხის, ის აირჩევს გერმანელი ხალხის ინტერესებს და სწორია ეს მედგომა. ეს ჩვენ ზომბირებულ აკაცუკებს გონიათ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებით უნდა იმოქმედო. აბა სხვა რამე კი არ არის ეს დროშების ფრიალი. უკრაინის დროშას მაგიტომ ფრიალი. შედეგი ვერ გამოიღო. ეს აშკარაა და ამას სავარაუდოდ აცნობიერებენ ეს დიპლომატებიც. ახლა მეორე სერია გვექნება თვითმმართველობის არჩევნების წინ ამ ჩარევების, უქარების აქციებზე გამოსვლები. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ხო ეხლა აქ ზოგადად ისეთი პოლიტიკური დატვირთვა თვითმმართველობის არჩევნებს არ აქვს. ეს საქმე ეხება კომუნალურ საკითხებს, გზას, სკვერებს, სპორტულ მოედნებს და ასე შემდეგ, რომელიც ოპოზიციას, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს. ამის პოლიტიკურ კონტექსტში წარმოჩენა, რა თქმა უნდა, რთული არის და ამასაც ხედავთ. აკეთებს დიდი ქალაქების მოგებაზე და რამაც შესაძლოა სხვა ტიპის სურათი დადოს ქვეყანაში. ეს თუ ასე მოხდა, ცხადია, მაგრამ იმ დროს, როდესაც 7 ოპოზიციონერი ლიდერი დაკავებულია, ერთი გაქცეულია ბრიუსელში დაკავების შიშით, ამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ეს არჩევნები. პირველი რაც შეეხება დიდ ქალაქებს თუ პატარა სოფლებს, არ ვიცი, პატარა სოფლები რატო ეპატაროება თვალში. ანუ არ ეკადრებათ, ესე იგი, უნდათ ქალაქი და ასე ვთქვათ, დიდი ქალაქი. ამასაც უნდა ჩაუკვირდეთ. აი რა ისი თვითონვე ფეხში ისვრიან და მე უკვირთ რომ კოჭლობენ. ანუ ამომრჩევს რას ეუბნებიან? მიზანი რა არის, რომ აი დიდი ქალაქი რომ უნდათ მოიგოთ, მოგვაგებინეთ დიდი ქალაქი, რომ მე მოვაწყოთ ობსტრუქცია. აი გაფიცვები და ისოჩი და მე ტალენჯიხის მერია რომ გაიფიცა. აი ესე გაიფიცოს შესაძლოა თბილისის მერი და ობსტრუქცია მოუწყოს საკუთარ ქალაქს. ანუ ეს იყო ამას ეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა მოგვეცით მანდატი, მოგვაგებინეთ რომელიღაცა ქალაქი, რომ შემდეგ ავდგეთ და შევუქმნათ პრობლემები სახელმწიფოს. იმისთვის რომ თავრობა დესტაბილიზაციისთვის ამას პირდაპირ შენ ხო და პრობლემები როგორ უნდა შევუქმნას, ახლა კომუნალურ საკითხებს ეხება, ხო, თვითმმართველობის საკითხებს. ეს ეხება წყალს, გაზს, სკვერს, ანუ რა უნდა გააკეთოს? უნდა ჩაკეტოს წყალი, რომ ხალხი შეწუხდეს, უნდა ამოთხაროს ორმოები გზაზე და ბალახი აყაროს მაშინ სკვერში, ხო? ამას გულისხმობს საბოლოო ჯამში ობსტრუქციას მოაწყობს, გაუსაძლის რაღაც პირობებს იმისთვის, რომ თავრობა შეწუხდეს. ამას პირდება და ეხლა ადამიანი რომ მივადა ამ ხალხს ხმას არ მისცემს, მე გავუკვირდებათ, რატო არ მოგვეწონა. ნაცვლად იმისა, კონკურენტუნარიანობას რაც შეეხება. რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, უპირველეს ყოვლისა რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ქართული დემოკრატიისთვის დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა. რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი იქნება საარჩევნო სიაში, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. მეორე, რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ლიდერებს, მოთხოვონ იმ ელჩებს და იმ უცხო პოლიტიკოსებს, რომელმაც ისინი შეაგულიანეს, რომ შეიძლება არ აღიაროს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში. პირდაპირ კონსტიტუციაში წერია, როდესაც პოლიტიკოსი კონსტიტუციას არღვევს პირდაპირ, თუ ის არ არის სალომე ზურაბიშვილი, მათ არ ეპატიება. სალომე ზურაბიშვილს ეპატია პირდაპირ ევროკავშირის მხრიდან, რომ შეუძლია დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია, გახსოვთ იმპიჩმენტის პროცესში, ისიც კი იკადრა ევროკავშირის ელჩმა, რომ გამოვიდა და ქართველებს გვეუბნებოდა, რომ ჩვენი კონსტიტუციის დარღვევა უნდა გაგვეტარებინა. ამას გვეუბნებოდა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენს კონსტიტუციას, რომ ჩვენ ხა რა გაგვეგება და რა შუაშია ჩვენი ნაგლეჯი რაღაც ქაღალდები კონსტიტუციისა, ოდესაც უფრო დიდი ღირებულებები არის მის ელჩობაში წარმოდგენილი. ამიტომ კონსტიტუცია ვინც დაარღვევინა, ვინც გაათამამა ამ ხრივ რომ არ აღიარო პარლამენტი ამ რას ვინ მიიყვანა აქამდე მიიყვანა იმ ევროპარლამენტარებმა რომელიც რეზოლუციებში წერენ რომ არ აღიარებთ არჩევნებს მიიყვანა იმ ბალტიის ქვეყნებმა მათ შორის რომელიც საპარლამენტო რეზოლუციებში წერენ რომ არ აღიარებთ პარლამენტს აქამდე მიიყვანეს გაათამამეს დაარღვიეს კანონი დაარღვევინეს აღმოჩნდნენ ციხეში ახლა მოთხოვენ პასუხი საკუთარ პატრონებს და ამ ჭკუის დამრიგებლებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ისიც ჩაიწერა რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და ზოგადად ამ არჩევნებს ხელისუფლება
გამოიყენებს თავის სტატუს-კვოს აღიარებისთვის. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შედეგებისადმი დამოკიდებულება უკვე წინასწარ არის განსაზღვრული ბრიუსელში? აქვს მნიშვნელობა, როგორი დემოკრატიული ხარისხით ჩატარდება ეს არჩევნები? დამკვირვებელი ვინ იქნება მაგალითად დღეს ეუთოოდირის მოწვევაზე არის გარკვეული განცხადებები? დავესესხები ეუთოოდირის წარმომადგენლებს, მათ შორის ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელს, რომელიც სადამკვირვებელი მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნების არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევენ სხვა ქვეყნები, ეს იქნება დასასრული დემოკრატიის. ასე რომ რომელიმე ქვეყნის ელჩს ამ ქვეყანაში თუ გონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართული ხალხის არჩევანს, ის როგორც იტყვია, მწარედ ცდება. ამიტომ არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება. ეს ერთადერთი ხელს უშლის ურთიერთობებს ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, როდესაც რომელიღაცა, არ ვიცი, როცა ევროპარლამენტი მაგალითად იღებს ასეთ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ან პასე, ხო, რომელმაც ესე რაღაც, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობისთვის პირობების წამოყენება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, აქ ურთიერთობა გვირთულდება შემდეგ პასესთან და არ არის შემდეგ განწყობა ასე ვთქვათ ურთიერთობისა. მაგრამ რაც შეეხება ლეგიტიმაციას, აი როგორც კი წარმოიდგინა რასა იუკნევიჩიანები, რომ მისი ლეგიტიმაცია ჭირდება სხვა ქვეყანას, როგორც კი რომელიმე ქვეყანა ამ დედამიწის ზურგზე დაუშვებს, რომ რასა იუკნევიჩიანები უნდა მისცეს ლეგიტიმაცია, აი იქ დამთავრდება იქ ქვეყანა და იქ დამთავრდება საქართველოს 3000 წლოვანი ისტორია რასა იუკნევიჩიანის ლეგიტიმაცია თუ დაჭერდა ჩვენ ხალხს. რა არის რეცეპტი სიტუაციის ნორმალიზებისკენ, რა თვალსაზრისით გულისხმობ, რა იცეგან ახსენეთ პასე, საუბრობთ ევროკავშირზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მუხარებზე და ასე შემდეგ. ხელისუფლება თავის დროზე, როცა უკრაინის ომი ძალიან აქტიურ ფაზაში იყო და ის მუხარები, რაზეც საუბრობდით, ამბობდა, რომ თუ ეს ომი დასრულდება, ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ახლაც იგივე აზრზე ხართ თუ შესაძლოა ომი დასრულდეს, მაგრამ პროცესი, რასაც ჩვენ გარედან უყურებთ, კვლავ გაგრძელდეს? თავისთავად ეს პრობლემები წარმოშვა ომმა და ეს არის ჩვენი იმედი, რომ ომის დასრულებასთან ერთად ეს გარემოებები შეიცვლება. ანუ რეალურად გაქრება ეს პრობლემები? ყოველ შემთხვევაში ნორმალიზებისკენ წავა და რატომ? რეალურად პრობლემა ჩვენში კი არა, პრობლემა არის დღეს ევროკავშირში. ამ ომმა ევროკავშირი ბრიუსელი ამოაგდო ევროპული კალაპოტიდან. მშვიდობის პროექტი უცებ აღმოჩნდა ომის წინაშე და მათ შორის იმიტომ რომ პოლიტიკური ელიტა არ იყო ამისთვის მზად და მომწიფებული, გარკვეული, ასე ვთქვათ, დაბნეულობა შეიტანა რა როლი აქვს ევროკავშირს. უყურებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და როგორც მთავარ გარანტოს უსაფრთხოებისა ევროპის კონტინენტზე, დღეს ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვანაირი პოლიტიკა აქვს ამასთან დაკავშირებით და რასაც ხედავთ დღეს, მშვიდობის პროექტი გადაიქცა უცებ მილიტარისტულ პროექტად. ხედავთ, რომ მიდის რაღაც ძველი ცივი ომის პერიოდიდან ნაცნობი ტერმინი გამალებული შეიარაღებისკენ ტოლვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნების და ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის პროექტად იყო ჩაფიქრებული, დღეს ფაქტობრივად რაღაც მილიტარისტულ ბრიუსელის აი ამ დღევანდელი ხელმძღვანელობის წყალობით რაღაც მილიტარისტული გზით მიდის, რაც მისთვის არაორგანულია და ამიტომაც არის, რომ გარკვეული რაღაც ექსტრემალურ ნაბიჯებს დგავენ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგავენ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი იმედი, რა თქმა უნდა, ხა რთულია წინასწარ განჭვიტო რა როგორ იქნება, მაგრამ ამ ომის დასრულება არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ მოხდება რაღაც აქტიური საბრძოლო ფაზის შეწყვეტა, ეს გულისხმობს მათ შორის, რომ რაღაცა უნდა გადაწყდეს ეს კონფლიქტი თუ ომი, რომელიც უკრაინას და რუსეთს შორის არის და რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს თავის მხრივ, რომ ნორმალიზებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ ნახოთ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ დღეს ცოტა სხვანაირი განწყობებია თავად ევროპაში, რაც ცოტა გასაკვირია, თუკი მანამდე უფრო ამერიკის შეერთებული შტატები იყო ის, ვინც ასე ტონალობით გამოირჩეოდა, დღეს ხედავთ განსაკუთრებით ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელიც კიდევ ერთხელ მილიტარისტული რიტორიკით, ომის რიტორიკით გულში ჯიხს ისცემენ, რომ აი წინა ჩვენი ასე ვთქვათ პირველი ხაზი არის უკრაინა და წინა ხაზია უკრაინა. ოღონდ ეს ომი მათი ომია, ოღონდ არა საკუთარი სისხლით. უკრაინელების სისხლით არის ეს ომი, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის ევროპის ომი.
ჩვენ ესე არ ვიცით, ჩვენ რაზეც გვითქვამს, რომ ჩვენი ომია, იმ ომში გვიომია. ავღანეთს ვთქვით, რომ ეს ჩვენი ომია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იქ გვიომეთ. მაშინ, როდესაც ეს ნატოს წევრი ქვეყნები იმალებოდნენ ზოგიერთი თავის ქვეყანაში და ზოგიერთი შტაბში. თუ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი შემოდგომაზე, ჩვენ რას უნდა ველოდოთ, როგორ პოლიტიკურ პროცესს, იმიტომ ზოგიერთი ოპოზიციონერი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ასახელებს, როგორც ახალი შეტევის წამოწყების თარიღად, რომ 4 ოქტომბერს უნდა დაიწყოს დესტაბილიზაცია და მთელი საქართველოს თბილისში უნდა ჩამოვიდეს და არსებობს ასეთი გეგმებიც, რამდენად არსებობს რესურსი ამის რეალიზებისთვის. ნუ პირველ ჩვენ ხედავთ უკვე პირველ ნიშნებს, რომ არის ცდილობა გარედან არეულობის შემოტანისა და ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა. როგორც ეს ჩვენ წინა არჩევნებზეც ვნახეთ და შემდეგ ფაქტებით დადასტურდა, რომ ეს იყო ჩარევა არჩევნებში, ვფიქრობ, რომ ეს ამ შემთხვევაშიც იქნება მცდელობები სხვადასხვა იმ მსგავსი წერილების და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტების გამოყენება თუ რეზოლუციების იმისთვის, რომ მოხდეს არეულობა. მინდა ხედავთ, რომ არის ინტერესი ქვეყნის ხელისუფლებაში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი, რომ საკუთარი მარიონეტები მოიყვანონ, მაგრამ რა ვიცი, ეს კინოცხო ნანახი გვაქვს. ეს არის მათ შორის ჩვენი ხალხის სიძლიერე, რომელმაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ქართველ ხალხს და ქართველ ამომრჩევლებს. შარშან შემოდგომაზე ქართველი ხალხი დააყენეს რეფერენდუმის წინაშე, შეეცადნენ დაეყენებინათ რეფერენდუმის წინაშე, სადაც ცრუ დილემა წამოაყენეს, რომ თითქოს არჩევანი იყო ევროპას და არაევროპას შორის და ბევრმა ელჩმა მოიხსნა ელჩის მანტია, გვერდზე გადადო ვენის კონვენცია, პირდაპირ თავით ფეხებით გადაეშვა საარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის ელჩის ჩათვლით, აგრესიული, არაეთიკური, პირდაპირ უხეში ჩარევა არჩევნებში და ქართველი ხალხი გამოვიდა და თქვა ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში ამბობდა, რომ საკუთარ თავისუფლების დათმობას არ აპირებს უცხო გავლენაზე. ასე რომ აქაც იგივე იქნება. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო უხეში იქნება ეს ჩარევა, ვინაიდან ნახეს წინაზე რაც არ გამოუვიდათ, ის რაც უნდათ, იქნება კიდევ უფრო უხეში ჩარევა, მაგრამ პასუხი იქნება ადეკვატური ქართული ხალხის. მადლობა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. იმედი ლაივი ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყვარეთ. ნახვამდის.